საღელი და მამისა და დაზისა და სულისა წმინდისა და ჩვენ როცა ვინათლებით ხდებით ეკლესიის წევრები და ესე იგი წყალში შთაბლით გვეხსნება ცოდვები პირადი და წინაპრების და მირონცხებით ვიბეჭდებით სულიწმინდით და როცა სულიწმინდა საღალება ეზერია ადამიანში არის სიხარული, სიყვარული მაშინ ჩვენ რა გვჭირს ხომ მონათულები ვართ რატო ზოგადად მაგ უძილობა ზოგადად მაგ ნერვოზი ზოგი რატო გვდება ლოთობით წამლით იმიტომ რომ კი გვეხსნება ცოდვები კი ვიბეჭდებით სულიწმინდით მაგრამ ცოდვებისგან მიდრეკილი ვარ რჩება ცოდვებისგან მიდრეკილი რჩება და სანამ ადამიანი არ გადაიცვლება ჩვენ ეკლესია რა არის მის მონათულები ვართ ეკლესიის წევრები ვართ ჩვენ ქვია მებრძოლი ეკლესია და სეცული ეკლესიას ქვია მოზეიმი ეკლესია მოზეიმი ეს წმინდა გიორგის ტაძარში ვარ თუ მამა ანტონია თუ 100,000 წამართეს ძალიან ბევრი წმინდანები ყავს სეცული ეკლესიაში მართლმადიდებლობას ვისაც ღვთისი მამები ქვია ღვთისი დედები ქვია იმათ მიაღწიეს ნებებისგან განწმენდას და ჩვენ კიდევ სანამ გარდავიცვლებით მანამდე ზოგს ლოთობა ამარცხებს ზოგს წამალი ამარცხებს ზოგს ხრუშობა და ზოგს განკითხვა და განკითხვაზე კიდე ნათქვამია რომ როგორც განეკითხავ ისე განეკითხები და ახსენების უბრალოდ 99 წლიდან უმეტესობა ვარ დავადებული განკითხვით ჩვენ გვინდა სხვების გამოსწორება ამ დროს იოანე ათვისემელზე ნათქვამია რომ ნაშრომთაგანიო დედამიწაზე არავინ არ არის სწორად თქო უნდა ღვთისმშობლის გარდა როგორც იოანე ათვისემელიო და იოანე ათვისემელი კიდე რას აკეთებდა ხალხს მოუწოდებდა სინანულისკენ ესე იგი თავი რა ყოფილა ცხოვრებაში სინანული და ჩვენ ვიცით რომ სეცული ეკლესიაში ვისაც მოზეიმი ეკლესია ქვია იქ არიან ქურდების ყაჩაღების მეზავების ჯადოქრებიც მაგრამ რატომ იმიტომ რომ სინანულისა გამო ასევე პირველი წევიდა სამოთხეში ავაზაკი და ჩვენ რა გვჭირს მაშინ რომ ეს განკითხვით ვარ დავადებული იმიტომ რომ ჩვენმა გონება მიწის ცოდვილები ვართ მაგრამ გული არ დერის და როცა გული არ ირდება იმას ქვია აი როცა ჩვენია წასულისა გამო იმას ქვია სინანული და ეს მაშინ ხდება ერთი როცა აღიარებ ცოდვებს მაგრამ სინდისი არ ღვთისმა ადამიანში მაგრამ მეორეა როცა იმაზე ტირი ხარ ეს ქვია გულში ჩასვა და მე მაგნასვე გულით სინანული მოგცეს მეთმა ყველას და მოციქულები ღარიბები იყვნენ მაგრამ ყველაზე დიდრები იყვნენ იმიტომ რომ სინანული ჰქონდათ ასევე წმინდა გიორგი ტყვეობაში იყო ფიზიკურად ედანჯებოდა მაგრამ ის იყო რა ქვია სულიწმინდა იყო მაშინ იმიტომ რომ ახლა ხო უყურებ ადამიანებს როგორ არიან გაბროდებულები ხშირად ვამბობ ზოგი შილეთ მეზობლისადმი ზოგი დასავლეთისადმი არასწორი ხოცნების გამო ზოგი მეზობლისადმი ზოგი იმიტომ რომ მიენდო და უღალატა არის მეუღლის ღალატიც ზოგი კლავს მეუღლეს მაგრამ რა ვიცდება რომ სახარებაში რა წერია სამნებში რა წერია ყოველი კაცი ცრუ არისო ამის მაგალითია ეს როცა გვითხულობ წმინდანების ცხოვრებას ერთი ნაბიჯია სიწმინდიდან დაცემამდე ამის მაგალითია ღალატამდე პედრე მოციქული სამჯეროა ღომერთი დავით წინასწარმეტყველი ჩაედინა რუშობის დამგრელობის ცოდვა და როცა წმინდანების ცხოვრებას კითხულობ ესე იგი მაშინ გებულობ რომ დღეს ვისაც შენ დასცინი შენ ვისაც მოღალატეს უწოდებ ხვა შეიძლება შენ გაგისურვოს ამის მაგალითია პავლე მოციქული ქრისტიანებს კლავდა და ქვია მოციქულთა თავი ამის მაგალითია მოსე შავი 40 კაცის მკვლელი იყო ადამიანი და ჩემზე მეც და თქვენზე მეც მიაღწია რას მიაღწია ყველაფრით ცოდნე გახდა და ამ დროს სკოლა და საშუალო სკოლაც არ დაუმთავრებია შეიძლება წერა-კითხვას არ იცოდა ასევე ხშირად მოყავს მამა გაბრიელის მაგალითი სამთა ახალი წმინდანი ზურგებაძის აი რომ მივიოდი
რასაც ვფიქრობდი, იმაზე პასუხობ და ეს სხვა ხდება ცოდნით, ეს ხდება სულიწმინდით. ამ სულიწმინდის გარეშე კიდე ადამიანები არიან მკვდრები. მკვდრები რას ქვია? მკვდრები იმას ქვია, რაც უთხრა იმან რა ქვია ღმერთმა ადამ და ევას. თუ შეჭამთო, მოგდებითო, ფიზიკურად კი არ მოგდნენ. თუ შეჭამეს აღძარული ხელი, სულიერად. ასევე ხშირად ვამბობ 70 წელი ათეისტური წობა საქართველოში. კი, ჩრდილოეთიდან შემოვიდა ეს, რუსეთიდან ძალით. მაგრამ ხომ მიიღო ეს ზოგმა ხო დაანგრია დაძრები, ხო დახვიდა მორწმუნეები. სტატისტიკით 30% მათ ჩაუშვა მეზობელმა, ზოგმა შიშის გამო, ზოგმა კიდე შურის გამო, სიძული, ესე იგი, იმიტომ რომ ვიღაცა მდიდარი იყო, ვიღაცა და ზოგი შრომის მოყვარია, ზოგი ზარმაცია. როგორ შეიძლება ხა შენ ზარმაც იმდენი ქონდეს, ნამდვილი შრომის მოყვარეს. ხო არა ლოგიკა. მაგრამ რაცა უნდა იშრომ ხა საქართველოში. ვერაცოს ვერ გახდები პატიოსანი შრომით, მე მგონი მილიონერი და მილიარდერი, მაგრამ თუ მოწმუნე ხარ. რატო დაიბადა, რატო აირჩია ღმერთმა ბაგა, იმიტომ რომ ჩვენ გვანახა. რომ არაფერი არ არის ხილული. ხო შეძლო სასახლე აირჩია. მატერიალური და ამ დროს ჩვენ ქართველები ბევრი დადებითი გვაქვს ქვია. სტუმართ მოყვარეები ვართ. აი ჭირი და ხინჭი ერთმანეთს უდგავართ. მადლობა ღმერთს, ეს სხვაგან კი არ არის. სხვა ქვეყნებში, რუსეთი იქნება თუ ევროკავშირი. ასეთი ნათესაობა, ასეთი სიყვარული, ესე იგი ჭირში დგომა, გადაიცვალება ადამიანი, ხინჭი დგომა ერთმანეთის. მაგრამ უარყოფითი რა გვაქვს? ვერცხლის მოყვარეობა. მე ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტი მაგ უფროსებს მოვიყვან, აი უფროსიც რო იყოს, დანია იქნება თუ სხვა, შეიძლება ველოსიპედით იაროს იმ გაცვლა. და ასევე მე იქ ახლა არ ვცხოვრობ ევროკავშირში, მაგრამ უფრო პრაქტიკული მანქანები ყავთ იმათ, ამდენ აჯერ მეტი ფული აქვს ვიდრე ჩვენ. ჩვენ კიდე შეიძლება იმიდან გამოვიტანოთ სესხით მანქანა და ბენზინის ფული არ გქონდეს. ამას ქვია ვერცხლის მოყვარეობა. ყველას დადებითი და უარყოფითი აქვს და ამას უნდა ვებრძოლოთ როგორ? უნდა გვახსოვდეს ყოველთვის შიდა დაღესტანი მაკედონელი, რომელსაც მთელი მსოფლიოს სრულებელი იყო და თვითონ დაიბადა ანდერძად, იცოდა რომ კვდებოდა. გარდაცვალების შემდეგო გამაშლებით ხელებიო, რატომ და კითხეს? იმიტომ რომ დაენახონ არაფერი მიგვაქვს და ჩვენ მithumetas ნაზირებლები რო ვართ. თუ ვალებში არ ვართ, არ უნდა გარბოდეს საზღვარგარეთ. და თუ ისეთ ვალებში ხარ, აქაური იმით ვერ გაისტუმრებ, რა ქვია, შრომით. მაშინ კი ერთმა გაგიმანჯოს. ამდენია რომ დედა თუ ესე იგი ახლობელია თუ ნათესავია. მეთმა დაროცოს ყველა ვინც ეხმარება თავისიანებს საქართველოში, მაგრამ მეთმა გნას ისეთი პირობები საქართველოში, რომ ქართველი არ გამოდის საქართველოდან და ეს ოდის მოხდება, რომ სამ დიდარს ექნება სინანული. მაშინ 500-600 ლარად კი არ ამუშავებს იმას რა ქვია, 300-400 ლარად. და მე ვგებულობ რა ხელფასებია, ვისაც ადვოკატია, ეს ხო საშინელებაა, ძალიან პატარა. ამას არ ქვია სიყვარული. სიყვარული გვაქვს ენაზე და ღმერთმა გნას რომ გულით მოგცეს სიყვარული. ღმერთის და ერთმანეთის. ჩვენთან არის ღმერთი.